კაცი ქართველი თუ არის იტყვის ვინ გზარი გზაზე და სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზე ჰერიო ბიჭებო ჰერიო არ გავახაროთ ჰერიო ის მოდეს საქართველოში მოწამეთა შენთა უფალო ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩვენისა რამე თუ აქ უნდათ მათ შენ მიერი ძალით და მძლავრი დაამხვეს და შემუსრეს კეფთა იგი უძლური ძალით მათითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვდნენ სული ჩვენი ამინ 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 შეგეციოს 100,000 მოწამე და მადლობა ჩვენს მამა კახაბერს რომელმაც ეს ტრადიცია დაიწყო დაუდო სათავე და დაგვიტოვა ბევრ რამესთან ერთად დაგვიტოვა ეს დღეც და მადლობა მამა კახაბერს აქედან ყველამ ერთად კიდე ერთხელ შეუთვალოთ და გჯერა რომ 100,000 მოწამეს შეუერთ და ყველა გაიცნო და ეხლა თვითონაც გლოცავს იქიდან ეს დღე იცით თქვენ რომ 1227 წელს მოხდა ეს ერთის მხრივ ისტორიულად საშინელება 100,000 მოხუცი ბავშვი ახალგაზრდა მეომრები ძირითადად ჯერ დამარცხდნენ და დაიღუპნენ ბრძოლის ველზე და ქალაქი აიღეს უცხო ტომელთა ღალატით გაუღეს სპარსელებმა რომლებიც მithom ქრისტიანობაზე გადმოსულნი იყვნენ კარიბჭე თბილისს ვერ იღებდნენ ამ აღების შემდეგ ამ ჯერ დახოცეს ეს მებრძოლები და ნაწილი მოსახლეობის და ნაწილი აი მეტეხის ხიდზე ზუსტად ვერ ვიტყვით ახლა ეს ხიდი იყო თუ რაღაც მანდ იყო ხიდი და ამ ხიდზე შეკრიბეს თქვენ შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ რომ 100,000 თქვენ კი არა ხალხს უჩდება ეს რომ 100,000 საიდან ესე 8 მილიონზე მეტი იყო მაშინ ქართველობა და როდესაც მტერი მოესეოდა ხოლმე ქვეყანას თბილისის ციხესიმაგრეს აფარებდნენ ხოლმე თავს იმ გარემო სოფლებიდანაც და ამიტომაც ამდენი იყო ეგ იყო ძირითადად არა მებრძოლები არამედ ბავშვები ახალგაზრდები ბერები და მოხუცები და ქალბატონები. აი ეს ხალხი შეკრიბეს და ისლამზე გადასვლა მოსთხოვეს და დარწმუნებულობისთვის რომ ნამდვილად გადმოვიდნენ მათ ესე იგი ფიცსანამ იტყოდნენ, იმიტომ იმ ჯულზე გადასასვლელად გარკვეული ფიცია იქ ფორმულაა გარკვეული უნდა თქვან რომ ღმერთი არავინ არის იმის გარდა და მისი წინასწარმეტყველი ესა და ესა ჯერ ხატები დაუყინეს რომ აი სიონის ხატები ღვთისმშობლისა ეს ხატი სიონში ბრძანდება სიონის ღვთისმშობლის ხატია ივერის ღვთისმშობლის ხატის მოპირისპირო მხარეს არის და სიონის მაცხოვრის ხატი რომ მათ ეს დაენერწყვათ დაებიჯათ და მერე უკვე ჩაითვლებოდა რომ მიიღეს და აი ეს 100,000-ზე მეტი თუ 100,000-მდე ადამიანი ეწამა იმ დღეს და მათი ეს უფლისადმი ერთგულებით ღვთისადმი საღვთო სიწმინდეთადმი ერთგულებით
იმიტომ რომ ეს თვითონ უფლის ხატი იყო და დედა ღვთისმშობლის ხატი, უდიდესი წმინდანის ხატი, ხო? ვიზეც უფლის დიდება გადმოვიდა, ვისაც უფალმა მისცა თავის დიდება, ასე თქვა, მე ვაძლევ მათ ჩემ დიდებას. ერთხელ ძველათმაში იყო ნათქვამი, რომ კერპებს არ მივცემ ჩემ დიდებას, მაგრამ მოციქულებზე და წმინდანებზე ამბობს, მე ვაძლევ ჩემ დიდებას. და კიდევ ნათქვამია, რომ წმინდანი ღვთისანი, ღვთის ტაძარნი არიან. და ეს ტაძარი ღვთისა წმინდა არის და ვინც ტაძარს ღვთისას თაყვანს არცემს, ის თაყვანს არცემს მის წმინდა მყოფელს. და წმინდანთა ხატებიც ეს სიწმინდეა. წმინდანთა ხატების გამოხატვა კი ეს დაიწყო უკვე მაცხოვრის განკაცების შემდეგ. ანუ ნებართვა მოგვეცა, იმიტომ რომ ღმერთი განკაცდა, ესე იგი შეიძლება მისი გამოხატვა, ესე იგი ადამიანი გამოიხსნა და ცხონებულები არიან სასუფეველში, სასუფეველში მარტო ანგელოზები იყვნენ მანამდე, ამიტომ იხატებოდა ანგელოზები კრეცაბმელზე, სიწმინდეზე, მარტო ანგელოზები და 10 წმინდანები ცხონდნენ და წმინდანებიც იხატებიან და აი ეს უდიდესი სიწმინდის ხატები დაუფინეს მათ უარი თქვეს და ენერწყვა და გადაებიჯებინა და სხვა ჯულზე გადასულიყვნენ ქრისტიანებს სიცოცხლე უყვართ, მაგრამ საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვართ უფალ. და ამბობენ, რომ აი სიცოცხლე ჩემი ქრისტე ესე. და მასობრივად ესე 100,000 ადამიანმა დიდმა და პატარამ თავის შეწირა, მოხუცებულმა და ახალგაზრდამ. და რა მინდა რომ აქ იცოდეთ, რომ ეს დიდი ტრაგედია ამ ადამიანების უფლისადმი ერთგულები და უფლის მადამი სიყვარული უდიდეს ზეიმად გადაიქცა. საქართველოს, ზეციურ საქართველოს, ანუ ცხონებულებს შეუერთდა ყველა ცხონებულ საქართველოსთან, ეს აზეციური საქართველოს, ეს 100,000 მოწამე. მათი მეოხება, შემწეობა ვიფარავდეს ჩვენ. რა ქნა მტერმა? დიდი ალაფი მიიღო. იმიტომ რომ ძალიან დიდარი იყო ქვეყანა ჩვენი. და იცით რომ წიგნებიც ბევრი ქონდა, ყველა დიდი სიმდიდრე ეს ლიტერატურა, თარგმანები, ასევე ეს ოქროულობა, არა ოქრო მხოლოდ, არამედ ეს ნაკეთობები. და იმდენი იყო რომ ვერ ითვლიდნენ იმდენი ზის. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდა მათი ეს ზეიმი? 4 წელიწადში ჯალალედინი დაამარცხეს, გაექცა მონღოლებს და ერთ-ერთი ეს მოკლეს, გაძარცული დატოვეს. გაძარცვეს და მოკლეს. გაქცეული. შემდეგ რა ეწიათ ხვარაზმელებს. რამოდენიმე გზის ესენი დაამარცხეს ბრძოლებში. ერთ-ერთი მტერი ყავდათ მათ ქურთი პიროვნება, ესე იგი სირიაში ქურთების ხელმძღვანელი, რომელიც მათ აი როგორც პირადი მტერი ესე იყო მათთვის, მათთან გაუხდა, 4 გზის დაამარცხა და ბოლოს 1246 წელს მიწასთან გაასწორა. მთელი ეს ხვარაზმელები გაანადგურა. რა დარჩათ მათ? რა დარჩა მათ? არაფერიც არ დარჩა და სულიც დაიღუპეს და მაგრამ ჩვენები აწამეს ეს ქართველები, ქრისტიანები აწამეს, მაგრამ მათი ერთგულებისა და სიკვდილით ეს მოწამეობა ცხონებად გაუხდათ. მათი აღსასრულის დღე გახდა მათი ცხონების დღე. მოწამენი პირდაპირ სასუფეველში შედიან, მარად ყვავილოვან ცხოვრებაში. ისე იყო მტკვარი გავსებული გვამებით, რომ ხიდივით იყო. ჩვენ ვამბობთ, რომ სისხლით ხო შეიღება და მოდიოდა და ალბათ რუსთავსაც გაცდებოდა იმდენი იყო. მაგრამ თვითონ გვამები ისე იყო, რომ რამის ჩახერგილი იყო მთელი თვალი. გვამით ესეთი საშინელება იყო და უფლის წყალობით ეს ადამიანური სიძულვილი ქრისტიანობის მიმართ და ეს სიკვდილი ყდრეთით აღდგომილი მაცხოვრის მადლით გახდა პირიქით ზეიმი და გამარჯვების დღე და შემწეობის დღე. მათი მეოხება გვაქვს ჩვენ, რომ ეს პატარა ქვეყანა მათი და კიდევ სხვაების, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი სახია საქართველოს მოწამეობრივი გზის. 100,000 ეს მოწამე ეს საქართველოს სახე. ჩვენი ერის, უფლისთვის წამებული ერის. ერთმა დაგლოცოთ ღვთისმშობლის მეოხება არ მოკლებოდნენ. უფალი იესო ქრისტე შეგეწიო თქვენ
სრულიად საქართველოს ჩვენ ოჯახებს და სრულიად საქრისტიანო. ამით. მადლობა. საქართველოში სიმაღე